შეერთებული შტატები გეგმავს უვადოდ მოუხსნას როსნეფტის გერმანულ დანაყოფს სანქციები უწყება სააგენტო ბლუმბერგი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის მონაცემებით შესაბამის გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო გამოაცხადებს. თეთრმა სახლმა სასწრაფო წესით მოიწვია თათბირი, რომელშიც უმსხვილესი სამხედრო კორპორაციების, მათ შორის Lockheed Martin-ის და RTX-ის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას. მიზეზი ის არის, რომ ირანზე რამდენიმე დღიანი მასირებული დარტყმების და სხვა სამხედრო ავანტიურების შემდეგ პენტაგონის მარაგი კატასტროფულად ამოიწურა. ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს შეხვედრას თეთრ სახლში ამერიკის უმსხვილესი სამხედრო საწარმოო კომპანიების ხელმძღვანელებთან, მათ შორის იქნებიან Lockheed Martin-ი და RTX-ი. შეხვედრის მიზანია დააჩქარონ იარაღის და საბრძოლო მასალის წარმოება ირანზე დარტყმების და სხვა ბოლოდროინდელი ოპერაციების შემდეგ, სადაც აქტიურად იყენებდნენ ტომაჰავკს, F-35-ს და დრონებს. პენტაგონს მარაგი ამოეწურა, იუწყება როიტერსი. სააგენტო წერს, რომ თეთრი სახლი მოსთხოვს კერძო მწარმოებლებს, რომ არა მოგებაზე, არამედ ცარიელ საწყობებზე იფიქრონ. ამასთანავე პენტაგონი ამზადებს მოთხოვნას დამატებით დაფინანსებაზე, რაც 50 მილიარდი დოლარია. ფული არსენალების შევსებას მოხმარდება. ამერიკელი ტელეწამყვანის ტაკერ კარლსონის თქმით, ამერიკელი პედოფილი ჯეფრი ეპშტეინი იყო იდიოტი, მის წერილებს თუ კონტექსტების გარეშე წაიკითხავთ, პირველი რაც თვალშისაცემია ის არის, რომ ფაქტობრივად წერა კითხვის უცოდინარია. ესაა გაუნათლებელი კაცი სტატენ აილენდიდან, ის ვერ წერს ნორმალურად და ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრებს მკაფიოდ. მისი ინტელექტი უფრო ინსტინქტურია, ის დაახლოებით ისეთივე ჭკვიანია, როგორც ძაღლი, რომელსაც ის გრძნობს თქვენ შიშს ან ზიზღს. დაახლოებით ასეთი იყო ეპშტეინის ინტელექტი და არანაირი ბოროტი გენიოსი არ ყოფილა. ის თავად იყო ინსტრუმენტი. ვისი ინსტრუმენტი იყო, საიდან გაუჩნდა ფული, ამ კითხვებს დღეს არავინ პასუხობს. როგორ იშოვიდა ის ამდენ ფულს, როდესაც ლეონ ბლეკის და ვესკნელის ბუღალტერი იყო? კარგით რა, მართლა და მართლა, მეც მყავს ბუღალტერი, მაგრამ მას ამდენ ფულს არ ვუხდი. ეს უბრალოდ სისულელია. ესე იგი საქმე სხვა რამეშია. რისთვის უხდიდნენ მას ფულს? ის იყო დაქირავებული თანამშრომელი და არა ბოსი. ეს აშკარაა. ის იყო ერთგვარი შუამავალი და მაკავშირებელი რგოლი, რომელიც სხვა ადამიანების ინტერესებში მოქმედებდა, განაცხადა ტელეწამყვანმა. ამერიკის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა დუგლას მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ირანის რეგიონში ყველა ამერიკული ბაზა განადგურებულია, თეირანი კი თავს კარგად გრძნობს. ჩინეთი და რუსეთი ყველაფერს გვერდიდან აკვირდებიან, ისინი მჭიდრო კავშირში არიან მთავრობასთან, აწვდიან მათ თანამგზავრულ სადაზვერვო ცნობებს, რაც ხსნის ზოგიერთ სერიოზულ წარმატებას, განსაკუთრებით ისრაელსა და ჩვენს ბაზებზე შეერთებულ შტატებში. ყველა ჩვენი ბაზა დანგრეულია ჩვენი საპორტო ნაგებობები, ჩვენ მართლაც ინდოეთის და ინდური პორტების იმედად ვართ, რომლებიც იდეალურისგან შორსაა. ასე ამბობენ ფლოტში და ვფიქრობ, რომ ირანი ჩვენ და სამწუხაროდ თავს შესანიშნავად გრძნობს, განაცხადა ყოფილმა ამერიკელმა სამხედრომ. ჰორმუზის სრუტის ორივე მხარეს ათობით ტანკერი და სატვირთო გემი იყრის თავს. ხომალდების საძიებო პორტალის Vesselfinderis მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, მის ორივე მხარეს შეინიშნება ათობით ტანკერის და სატვირთო ხომალდის თავმოყრა. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ ისრაელის და ამერიკის სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ შეიძლება, რადგან სპორტი უნდა დარჩეს იმედის შუქურად. მსოფლიოში, რომელიც სავსეა კონფლიქტებით, განხეთქილებებით და ტრაგედიებით, როდესაც იღუპებიან ადამიანები და ბევრი უმძიმესი მოვლენების მსხვერპლია, ახლა როგორც არასდროს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მტკიცედ წამს, რომ სპორტი უნდა დარჩეს იმედის შუქურად, განაცხადა კომიტეტმა. სოციალურ ქსელში ამ განცხადებას ბევრმა უწოდა სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. ფინური გამოცემის ინფორმაციით, მოქმედი ფინური კანონმდებლობა კრძალავს ბირთვული იარაღის ტრანსპორტირებას საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც ხმელეთით, ასევე წყლებით და საჰაერო სივრცითაც. თუმცა მთავრობაში დაიწყეს იმის განხილვა, რომ ეს შეზღუდვების შესაძლოა მოხსნა. ფინეთის ნატოში გაწევრიანების და უსაფრთხოების რისკების გაზრდის ფონზე დაიწყეს კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების განხილვა, რომლებიც ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეხება, წერს გამოცემა. ამასთანავე გაზეთი აღნიშნავს, რომ მოქმედი ფინური კანონი სრულად კრძალავს ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას. ასაფეთქებელი ბირთვული ნივთიერებების შეტანა, წარმოება, შენახვა და აფეთქება ფინეთში მკაცრად აკრძალულია, ნათქვამია სტატიაში. გაზეთი ასევე ციტირებს ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუმბის პოზიციას, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ ქვეყანა არ აპირებს გახდეს ბირთვული სახელმწიფო.
ირანის დაბომბვაში პენტაგონს ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა და შემთხვევაში 10%-ში ცდება ისრაელური სისტემის ლავენდერის გამო შეცდომით შეუტიეს უკვე 3607-იან მოქალაქეს, წერს Bloomberg. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ომში ხდება სრული სამართლებრივი ვაკუუმის პირობებში. ტექნოლოგია ცნობილია თავისი ჰალუცინაციებით, მიდრეკილია დამატებითი ფაქტების გამოგონებისკენ იმის ნაცვლად, რომ აღიაროს გაურკვევლობა. ამერიკელმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ბევრი ისრაელელი ჯარისკაცი იბრძვის მესამე ტაძრის აღდგენისთვის და აჩვენა ვიდეო, რომელშიც სახალი ჯარისკაცი აქცენტის თანახმად ამერიკელი ხსნის თუ რატომ იბრძვის. ამ ოპერაციას უწოდებენ რკინის ხანჯლებს, მაგრამ სინამდვილეში რისთვის ვიბრძვით ჩვენ? ჩვენ ვიბრძვით ებრაელი ხალხის არსებობის უფლებებისთვის, რომ ვიყოთ ებრაელები, გვწამდეს ჩვენი რელიგიის და ვიყოთ თავისუფლებით და ერთხელაც მოვა ჩვენი ჭეშმარიტი ლიდერი და გავერთიანდებით როგორც ერთიანი ებრაული ერი, რომ ავდგებით ბeit ხამიკდამში. ასე რომ ყველაფერი გასაგებია, ცხადია, რატომ ვაკეთებთ ამას. უნდა აღვადგინოთ მესამე ტაძარი. თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ვიდეო უბრალოდ ინტერნეტში შეგვხვდა, ერთი ადამიანი იყო ასეთი ტაძრის არასანქცირებული მისაბნევით. შეგახსენებთ, რომ მათი ფორმები ჩვენი დაფინანსებულია, შეიარაღებაც ჩვენი დაფინანსებულია. ამ ყველაფერში გადახდილია ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფული. ასე თუ ისე, ისრაელის არმიას ამერიკელები ვაფინანსებს, თანაც სერიოზულად. თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ უსამართლოდ ვიქცევით და უბრალოდ ერთი ასეთი კაცი ვიპოვეთ, მაშინ ნახეთ ადამიანებით მთელი ჯგუფი. ინტერნეტში დაახლოებით 2 წუთი დაგჭირდა იმისთვის, რომ დღეს ეს გვეპოვა. აი სახალის ჯარისკაცები, გადიდეთ ეკრანი და ნახეთ. ყველას ერთი მისაბნევი აქვს. რა არის ეს? ეს არის მესამე ტაძარი, განაცხადა ტაკერ კარლსონმა.